ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს ხვდებოდით გია ბარამიძეს. თქვენ თუ გქონდათ რაიმე შეკითხვა ბატონ გიასთან? არა, გია ბარამიძემ ისე ამომწურავად ისაუბრა, რომ შეკითხვა არ გაგვჭირდა. ანუ კითხვა-პასუხის რეჟიმი არ გქონდა? კი, როგორ არა, ბან ისე იგი გთხოვა, რომ თუ თქვენ გაინტერესებთ რამე, კი ბატონო. და ძირითადად რა კითხვები დაისვა შეხვედრაზე, რა პრობლემა იყო წამოჭრილი იქნა? ყველანაირი, თუ კი რაიმე ისე იგი აი სოციალურად გაუცველ ხალხს ეხებოდა, ეს ეხება ისე იგი უმუშევრობას, ყველაფერს რაც ისე იგი ხდება საქართველოში, ყველაფერზე ისაუბრა. თქვენ პირადად კითხვა არ გქონდათ? კითხვაზე ხო გითხარით, იმდენად ამომწურავად ისა გვესაუბრა, რომ არ გაგჩენია. საუბარი შეხვედრაზე? საუბარი იყო დასაქმებაზე, სიახლეების დანერგვაზე. ძალიან გვესიამოვნა ნაგავთან დაკავშირებით მგდენზე რო არის მიბული. რაღაც ამდაგვარი საუბრები, რომლებიც ძალიან წაადგება ჩვენ ხალხს. თქვენ ფიქრობთ, რომ ცდარი იყო ის გადაწყვეტილება, რომ დენის და ნაგვის გადასახადი გაერთიანდა და თუ რატო გადაწყვეტეთ რომ შეცვალეთ? აი ნაგვის თემა დენზე მიბული არის სერიოზული პრობლემა, ეს უნდა მოვაგვაროთ. ხალხი გამოთქვამს საკმაოდ დიდ უკმაყოფილებას ამასთან დაკავშირებით და უნებრივია ჩვენ არ უნდა ვიყოთ, ასე ვთქვათ, გულისყურო და ჩვენ უნდა ყური დაუგდოთ ამ საყუდროს, რაც ობიექტურია. ვალდებულები ვართ, რომ ვიზრუნოთ იმაზე, რომ შეძლების დაგვარად თუ კი ეს შესაძლებელი იქნა, მოინახოს უკეთესი ფორმა. ანუ მოსახლეობა ვისაც ხვდებით, თქვენი პარტიის წევრები არიან თუ ჩვეულებრივი საზოგადოება? არა, მოსახლეობა უკვე მოსახლეობა. ანუ რა დავაკონკრეტოთ, პარტიის ეგიდით ხდება ეს შეხვედრა თუ ხელისუფლების ეგიდით, ანუ სამთავრობო? არა, ამ შემთხვევაში მე როცა ხვდები მოსახლეობას, მე ხვდები როგორც თავრობის წევრი, რომელიც უხსნის ჩვენ საზოგადოებას სამთავრობო გეგმის თაობაზე და როგორ ვაპირებთ ჩვენ მეტი სარგებელი მოუტანოთ ჩვენს ხალხს იმ პროგრამის შესაბამისად, რომლითაც მოვიდა ახალი მთავრობა ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით. გასაგებია, თუ ეს სამთავრობო შეხვედრაა ხალხთან, მაშინ მედიისთვის რატომ არის დახურული? იმიტომ რომ თქვენ თქვით, რომ არა, მე გარკვევით გითხარით. ეს იყო ჩვენი პარტიის შეხვედრა. როცა ხალხს ხვდებით, ეს არ არის დახურული და თქვენ ეცრებით ხოლმე. თქვენ წარმომადგენელი არ ვიცით, თქვენ ხართ თუ არა ინფორმირებული პირადად. თქვენი კამერა იყო ჩემს ორ შეხვედრაზე და ორივეგან ინტერვიუ მივეცა. ანუ ეს პარტიული შეკრება იყო. ეს იყო პარტიული შეკრება, შევხვდი მთავრობის წევრი ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას და აუხსენი ჩვენი მთავრობის ახალი პროგრამის ძირითადი მიმართულება. დიდი მადლობა.